ვიტანდით თუ შეიძლება. ძალიან რთული გზა იყო. თქვენამდე მოსასვლელი გზა. და მე მოვედი. რას ამბობენ ხოლმე ასეთ დროს და როგორ გამოხატავენ მადლიერებას. მაგრამ თუ მე გადავრჩი, თუ ფეხზე დადგომა, სიცოცხლის გაგრძელება და თქვენთან მოსვლა შევძელი. ეს არის თქვენი დამსახურება. ჩემო მაყურებელო და მე კეთს ვიხრი თქვენს წინაშე. ძალიან დიდი მადლობა. თავიდან ვისწავლე სუნთქვა. დილით თვალის გახელა, სიარული, საუბარი და ყოველ ახალ დღესთან შეხვედრა ჩემი შვილის გარეშე. მე არასდროს საუბრობდი ნუცაზე საჯაროდ. მე მეშინოდა ხმამაღლა მეთქვა როგორი წარმატებული შვილი მყავდა. მე მინდოდა ის ჩემსკენ წამოსული აგრესიისგან დამეცვა. ჩემსკენ ასროლი ტალახი. მას არ უნდა მოხვედროდა. და აი მე ვდგევარ ახლა თქვენს წინაშე და ჩემ შვილზე გიყვებით და აღარ მეშინია. ამ ორი თვის მანძილზე ბევრი კითხვა იყო და მე მოგიყვებით ჩემს ამბავს. მადლობა. მადლობთ. 20 წლის ვიყავი დედა როცა გავხდი. 18 წელი ვიყავით ერთად. და ძალიან მენატრები. ეს იყო ბოლოს რაც მითხრა. მერე იყო სიკვდილი. ალბათ ბევრი დასვამს ამ შეკითხვას, რატომ დავბრუნდი და რა დროს დაბრუნება. აქ ორი გზა. მხოლოდ ორი. ან სიკვდილთან ერთად ცოცხლად სიკვდილი, ან ცხოვრების გაგრძელება. მეორე უფრო რთულია. მე მეორეს ვირჩევ. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვინც წერდა, ვინც მამხნევებდა, ვინც გვერდში მედგა და სიცოცხლისკენ დაბრუნებაში მეხმარებოდა. მე დავბრუნდი და თუ შენ ახლა მიყურებ. მე გკითხები. დღეს შემდეგ შენ ვერასდროს იგრძნობ ჩემს უკან რომ დიდი ტრაგედია დგას. მე არასდროს დაგამძიმებთ ჩემი ტკივილით. ხოლო დღეს მომიტევეთ ეს სიმძიმე. მე დავბრუნდი. იმიდან რომ თქვენი პრობლემების გვერდით